რეჟიმს არ უყვარს სიმბოლური აზროვნება. თუ გახსოვთ რეზო კიკნაძემ ჩვენმა ერთ-ერთმა ტყვემ ერთ-ერთ სასამართლოზე მოსამართლეს სულ ესაუბრა იგავებით და მოსამართლე გამოვიდა სულიან ცხოვრებით. სიმბოლური აზროვნება არის ხელოვნება მათ შორის არის სიმბოლური აზროვნება. შესაბამისად სიმბოლური აზროვნება ლოკალიზებულია ერქში. ანუ ყველაზე ადამიანურ ნაწილში. რეჟიმი რასაც ცდილობს არის რომ სწორედ დათრგუნოს ტვინის ქერქი, ჩვენი რაციონალური ლოგიკური აზროვნება. მე თუ ტვინის ცენტრს გავაქტიურებ ერთ ადამიანში, ასევე მრავალ ადამიანში, ტვინის ამიგდალას და ჰიპოთალამუსს გავაქტიურებ და სულ ქრონიკულად მრავალჯერადად მაღალ სტრესში ვამყოფებ, რა მოხდება? ქერქი იქნება ხანგრძლივად ქრონიკულად გათიშული. მასის, ჯგუფის, თემის, საზოგადოების ქერქი შემიძლია გავთიშო მე თუ მათ გავაშინებ. აბა ომი გინდა, ომი იქნება, მე თუ არ ვიქნები, ნაცები მოვლენ.